ასევე ამ დილით წყაროებმა დაადასტურეს Fox News, რომ ამერიკულმა ძალებმა ღამით ირანის სამხედრო ობიექტების ათეულები დაარტყეს კარგის კუნძულზე. ეს ხდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილი ვადის სამოცურვამდე 12 საათზე ნაკლებ დროში, რომლის მიხედვითაც ირანმა უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე. ან წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მისი განადგურების საფრთხის წინაშე. საერთაშორისო კორესპონდენტი ტრეი ინგსი პირდაპირ ეთერშია თელ-ავივიდან. ჰეი, ტრეი, რას გვეტყვი? დიახ, ჰეი ხალხო, დილა მშვიდობისა, Fox News ადასტურებს, რომ ამაღამ შეერთებულმა შტატებმა ირანში კარგის კუნძულზე ათეულობით ობიექტს შეუტია. ეს ის კუნძულია, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ჯენიფერ გრიფინი ამბობს, რომ სამიზნეებს შორის იყო ბუნკერები, რადარები და საბრძოლო მასალის საწყობები. ამასობაში იმ ვადის სამოცურვამდე დრო იწურება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა სამშაბათს 20:00 საათზე. ვაშინგტონის დროით 12 საათში ირანმა უნდა გააფორმოს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან. ან პრეზიდენტი ამბობს, რომ დაარქვამს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს. ეს იყო ის, რაც პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან განაცხადა. ჩვენ გვაქვს გეგმა ჩვენი არმიის ძალის გამო, რომლის მიხედვითაც ირანში ყოველი ხიდი განადგურდება ხვალ შუა ღამემდე. სადაც ირანში ყოველი ელექტროსადგური გამოვა მწყობრიდან, დაიწვება, აფეთქდება და აღარასოდეს იქნება გამოყენებული. გულისხმობს სრული განადგურება შუა ღამემდე და ეს მოხდება 4 საათის განმავლობაში, თუ ჩვენ ასე მოვისურვებთ. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ნახეთ ევას და ირანის მოთხოვნები, დიდი განსხვავებებია. ევას წარმომადგენლები მოითხოვენ ბირთვული ობიექტების დემონტაჟს, ნულოვან განდგრებულ ურანს, რაკეტებზე შეზღუდვებს, ჰორმუზის სრუტის გახსნას და მხარდაჭერის შეწყვეტას ჰეზბოლასთვის, ხამასისთვის და ხუსიტებისთვის. ირანელები კი მოითხოვენ გარანტიებს, ახალი თავდასხმების წინააღმდეგ, სანქციების მოხსნას, ომის კომპენსაციას და გადახდის სისტემას ჰორმუზისთვის. ევას რეგიონალური ბაზების მოცილება. ევა პრეზიდენტმა მითხრა შაბათკვირას, რომ ირანი აღარ აწარმოებს მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამაზე და უკვე ბევრ საკითხზე დათმეს. მოხსენებები მიუთითებს, რომ ირანელები რამდენჯერმე მივიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მათ ეს უპირატესობა დაკარგეს. დიპლომატიის გარდა გავიგეთ ამერიკელი მფრინავის გაბედული გადარჩენის შესახებ, რომელიც იზოლირებული იყო. Fox News-ის ცნობით, მფრინავის გადარჩენის დროს ადმირალმა ბრედ კუპერმა ბრძანა შეტევა IRGC-ის შტაბზე თეირანში, მიწისქვეშა ობიექტში. ბორი ბომბდამშენებმა გამოიყენეს გამტანი ბომბები, როგორც ოპერაცია Midnight Hammer-ში, რათა გაენადგურებინათ ის რევოლუციური გვარდიის შტაბი. ეს მხოლოდ წარმოდგენას გვაძლევს, რამდენად ინტენსიურია აქტივობა ირანში ამ მომენტში. CBA შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს ირანში და იმ დროს, როცა B2 ბომბდამშენები ბომბავდნენ სამიზნეს სამხრეთით. პაულო, საუისპახანის სამხრეთით ასობით ამერიკელი სპეციალური დანიშნულების ძალა ახორციელებდა თავის კოლედის გადარჩენას, რომელიც თხვედი ოჩავარდნილი. პერსონალი ტრეი არის უახლესი ამბები Truth Social-ზე. აინსლი, გინდა წაიკითხოს. და თქმა უნდა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება და აღარასოდეს დაბრუნდება. მე არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ ასე იქნება. თუმცა, ეხლა როცა გვაქვს რეჟიმის სრული და ტოტალური ცვლილება, უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალიზებული ადამიანებით შეიძლება რაღაცა რევოლუციური და საოცარი მოხდეს. ვინ იცის? დღეს ღამით გავიგებთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიის განმავლობაში. 47 წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი. ეს აშკარად ესკალაცია, როგორც ყველა მიცის პრეზიდენტს ვადა საღამოს 8 საათამდე აქვს. მან ისაუბრა ენერგიაზე, ელექტროსადგურებზე, რომლებიც სამიზნეა, ასევე რკინიგზის სადგურები რუსეთში საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვიცით ისრაელიდან მოსული გაფრთხილების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს უთხრეს, რომ არ ავიდნენ მატარებელში, რადგან ამერიკელები, ისრაელები ჩვენ არ ვესხმით თავს მშვიდობიან მოსახლეობას. მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც ამას აკეთებს. მაგრამ პრეზიდენტი ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ ეს ვარიანტები ჯერ კიდევ განხილვაშია. მას არ უნდა სიკვდილი და განადგურება, მაგრამ ვადა არის ვადა და არ ჩანს, რომ ის შეცვლის მას. არა. და ტრეი. ერსტი კვლავ ჩვენთან ერთად და პირდაპირ ეთერში, თელ-ავივიდან. ტრეი, რა არის შენი რეაქცია ამ ახალ პუბლიკაციაზე? მე ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შაბათკვირას და ის არ ბლეფობს, როდესაც საუბრობს ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ელექტროსადგურებისა და ხიდების შეტევაზე. ის ძალიან სერიოზული იყო. თუ ირანელები არ დათანხმდებიან შეთანხმებას, ძალიან სერიოზული შედეგები იქნება. პრეზიდენტი Truth Social-ზე ამ პოსტში ამბობს, რომ მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება და აღარასოდეს დაბრუნდება.
რა თქმა უნდა, დღეს პრეზიდენტს უნდა დაუსვან კითხვები ამ პოსტის კონტექსტთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების შესაძლო გეგმები, სამიზნეების სია და ის ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც გამოყენებული იქნება ირანელების წინააღმდეგ, თუ ის განახორციელებს შეტევებს რეჟიმზე. კიდევ ერთხელ, ეს არის საბოლოო მომენტი აქ, ირანელებისთვის გამოსავალი. პრეზიდენტი როგორც ჩანს ამ პოსტით Truth Social-ზე, კიდევ ერთხელ ახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას რეჟიმზე, რათაც აახალისოს ისინი შეთანხმების მიღწევაზე. ჩემი შტაბეჭდილება პრეზიდენტზე ის არის, რომ მას არ უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მზად არის ამისთვის, თუ ირანელები კვლავაც არ მოისურვებენ კეთილსინდისიერად შეთანხმების მიღწევას. მინდა უბრალოდ კიდევ ცოტა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელსაც ისრაელის წყაროებიდან ვიღებ ირანის ენერგეტიკულ პროგრამაზე. ისრაელის თავდაცვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ ისლამური რეჟიმის ყველაზე დიდი სისუსტე ენერგეტიკაა. ირანის ენერგეტიკული სისტემა ისლამური რესპუბლიკის საკილევსის კუსლია, რადგან ქვეყნის MŠP-ს ნახევარი ამ სექტორზეა დამოკიდებული. ამიტომ პრეზიდენტი ინფრასტრუქტურას ემუქრება. Estrutura energética do país. იგი ასნობიერებს, რომ ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას ენერგეტიკისა და ნავთობის ინფრასტრუქტურით, რომელიც აფინანსებს ირანის რევოლუციურ გვარდიას და იარაღით, რომელსაც სექსანდერის მოკავშირეების წინააღმდეგ იყენებენ რეგიონში. Fox ადასტურებს, რომ ღამით ამერიკელებმა ათეულობით იერიში მიიტანეს კარგის კუნძულზე, საიდანაც ირანის ნავთობის ექსპორტის 90% გადის. ეს მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ირანს კიდევ ერთხელ გაუგზავნოს საბოლოო გზავნილი პრეზიდენტის თქმით Truth Social-ზე. რამდენიმე წუთის წინ ირანის რეჟიმს საბოლოო გზავნილი გაუგზავნე. დიახ, რა თქმა უნდა და ნამდვილად საუბრობთ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციის შესახებ. და როგორც შესწორად აღნიშნეთ, რეი ძალიან მოკლედ ირანი ერთ ნედლეულზე დამოკიდებული ეკონომიკაა, ის ასევე დაკავშირებულია გლობალურ ბაზართან. მაგრამ როცა შენ მოდი დაუბრუნდეთ იმ პოსტს, რომელიც ახლახან მივიღეთ, რადგან მასში ძლიერი გამონათქვამებია. Talgan ბევრს საინტერესებდა ენერგეტიკულ სადგურებსა და ხიდებს აქ თუ არა რაიმე სამხედრო კავშირი. არ არის სამხედრო კავშირი, ეს იქნებოდა სამხედრო ობიექტი, მაგრამ ეს არის სამოქალაქო ობიექტი, არ არის. შესაძლოა არც ყოფილიყო. როგორ განმარტავთ ამ პოსტს, ეს მხოლოდ სამხედრო სფეროს ეხება თუ მთელ ქვეყანას მოიცავს? და მხოლოდ იმისთვის, რომ გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს მაყურებლებზე, რომლებიც ახლა იღებენ ამ ამბავს, გავიმეოროთ იგი. ის ამბობს შემდეგს, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასოდეს დაბრუნდება. არ მინდა რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ ასე იქნება. თუ არ მოხდება რეჟიმის სრული ცვლილება და უფრო ჭკვიანი გონებები არ გაიმარჯვებენ, შეიძლება რაღაცა რევოლუციური და საოცარი მოხდეს, ვინ იცის. ამაღამ გავიგებთ. ეს არის მსოფლიოს გრძელი და რთული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. 47 წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი. Hey, Trey! გარდა ამისა, ირანი ამას დაჟინებით ამტკიცებს. ეს მოვისმინე ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსგან, რომელიც ახალგაზრდებს მოუწოდებს შეიკრიბონ როგორც ცოცხალი ფარები და შექმნან ადამიანური ჯაჭვები ენერგოობიექტების დასაცავად. დიახ, ეს ცნობები ვნახე თუ ასე მოიქცევიან ეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არალეგალურია ბრძოლის ველზე ცოცხალი ფარების გამოყენება დაუშვებელია. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე საკითხი პრეზიდენტის პოსტში Truth Social-ზე. რასაც პრეზიდენტი იცის და რასაც საზოგადოება იცის, ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა. კულისებში ბევრი საუბარი და მზადება მიმდინარეობს. მაშინაც კი როცა ახლა ვსაუბრობთ, ერთმა ცხარომ პრეზიდენტის პოსტის ეკრანის ანაბეჭდი გამომიგზავნა, რომელიც ჯერ კიდევ იწერება. არსებობს გაგება, რომ როგორც ისრაელი, ასევე შეერთებული შტატები, სანამ ოპერაცია ეპიკური რისხვა გრძელდება, გვერდიგვერდ საათობრივად მუშაობენ სარეზერვო გეგმებზე. და თუ ერთი წამით უკან გადავგდამთ ნაბიჯს, გარდა ამ პოსტისა Truth Social-ზე, დაფიქრდით რა მოხდა ბოლო 24 ან 48 საათში. ორი ტიპის ბომბდამშენები შეერთებული შტატებიდან ირანში გაფრინდნენ, ბომბები ჩამოაგდეს ბუნკერებზე თეირანის მახლობლად და სამიზნედ მაღალი რანგის მეთაურები აირჩიეს. ახლახან შეგვატყობინეს, რომ ერთ-ერთმა ისრაელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა Fox News-თან, რომ ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას შეუტია. ადრე ისრაელის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს სამოქალაქო პირები, რომ თავი შეეკავებინათ მატარებლებით სარგებლობისგან ქვეყანაში. ამ თუთებში მათ დაიწყეს ირანში სარკინიგზო სისტემის ხიდებზე შეტევა. ღამით განხორციელდა შეტევები კარგის კუნძულზე, რომელიც ირანის უმსხვილესი საექსპორტო ობიექტია და ქვეყნის ნავთობის 90%-ზეა პასუხისგებელი. და ზანმივას და ისრაელის შეტევები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე გრძელდება. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის მოსამზადებელი ოპერაცია.
შეერთებული შტატები და ისრაელი ემზადებიან, თუ შეთანხმება არ შედგა, ირანის რეჟიმზე შეტევები გაიზრდება. პრეზიდენტმა აღწერა ეს დღე როგორც ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, რათა დაესხას ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ირანში. ირანი საინტერესოა გუშინ ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს კაროს ვესაუბრე და ვკითხე რა მოხდება თუ პრეზიდენტი შეტევებს დაავალებს. მითხრეს რომ რეჟიმის აქილევსის ქუსლი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა და მისი შეტევა შეიძლება რეალურად აიძულოს რეჟიმი მოლაპარაკებებზე წავიდეს. კიდევ ერთხელ პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებამდე არაერთხელ არჩია დიპლომატიური გზა, მაგრამ ირანელებმა დიპლომატიაზე უარი თქვეს. და ასე მივედით ოპერაცია ეპიკურ რისხვამდე, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ Truth Social-ზე ძალიან მკაფიოდ განაცხადა. ეხლა, როდესაც გვაქვს სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება, სადაც უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალური ადამიანები იმარჯვებენ, შეიძლება რაღაც საოცარი მოხდეს. პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მომავალზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც ირანში მცხოვრები 90 მილიონი ადამიანისთვის არსებობს. მაშტრეი, მოდი ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და აუდიტორიას კონტექსტი მივცეთ. ვიცი რომ შენც მსგავსი წყაროები გაქვს. პრეზიდენტს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა ხელთ. და მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში უპირატესობა ჰქონდა და ბევრი სამიზნე გავანადგურეთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მთავრობის ხელმძღვანელობაშია, ისლამური რევოლუციური გვარდიის წევრები და ტერორისტები ქვეყნის შიგნით. იყო სხვა ვარიანტებიც, რომლებიც პრეზიდენტს თავდაპირველად ჰქონდა, მაგრამ არ შეუტია. და ეს ვარიანტები ადამიანებსაც ეხებოდა ასევე სხვადასხვა ადგილებს, როგორც პრეზიდენტმა ახსნა, მათ შორის რკინიგზას, ენერგეტიკულ და ელექტროსადგურებს. მან ეს სამიზნეები დაინდო, რადგან ელოდა, რომ რაიმე შეთანხმება იქნებოდა. ეხლა ვისმენთ, რომ ამ მიმართულებით მოქმედებთ, რადგან ჩანს, რომ ეს პუბლიკაცია ამას მიანიშნებს. საერთო ჯამში დიახ, პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ჩანს, რომ თუ ისლამური რესპუბლიკა კეთილსინდისიერ შეთანხმებას არ მოისურვებს, შეერთებული შტატები ყველა ვარიანტს განიხილავს. და თქვენ მნიშვნელოვან საკითხს ეხებით. ამ ოპერაციის წინსვლით შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა არამხოლოდ შეინარჩუნეს კონტროლი ირანის ცაზე, არამედ სამიზნეების არჩევის შესაძლებლობაც შეინარჩუნეს. ისლამურ რესპუბლიკას არ აქვს იგივე შესაძლებლობები, რაც შეერთებულ შტატებსა და ისრაელს აქვთ. და როცა უყურებთ იმას, რაც ეხლა ხდება, გუშინ ზემიტიის ომის მდივანმა პეთ ჰექსედმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა. მან თქვა, რომ გუშინ იყო ყველაზე დიდი დაბომბვის კამპანია მას შემდეგ, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო და მან თქვა, რომ დღეს შესაბამისად იქნება ყველაზე დიდი დაბომბვის კამპანია ამ ოპერაციის დაწყებიდან. ეს გაძლევს წარმოდგენას, რომ ყოველდღიურად შეერთებული შტატები და ისრაელი ზრდიან იმ საბრძოლო მასალისა და ბომბების რაოდენობას, რომელსაც ისვრიან სამხედრო ობიექტებსა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებაზე იქ. გარდა ამისა, ისლამური რეჟიმი აღარ ინარჩუნებს ომის პირველ დღეებში არსებულ ცეცხლის ინტენსივობას. კიდევ ერთხელ, ეს აჩვენებს შეერთებული შტატების სახაერო უპირატესობა. ამგვარად, მაშინ როცა შეერთებული შტატები ზრდის თავის თავდასხმის შესაძლებლობებს, ირანი ანცირებს თავისას. ისინი უბრალოდ ვეღარ ახერხებენ იმავე რაოდენობის რაკეტებისა და დრონების გაშვებას, როგორც ადრე. ისინი კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ მთელი რეგიონისთვის. ეს ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ აქ გადაჯაჭვულ ნიმუშს ვაკვირდებით. როგორც კი ისრაელები ძლიერდებიან, ირანელები სუსტებიან. კარგია, ტრეი ინგლისში პირდაპირ ეთერში თელ-ავივიდან. მადლობა, დამატებით. ტრეი, დიდი მადლობა.